სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარეს უმასპინძლა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ამ ვიზიტს ისტორიული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს. Delegației românești cealaltă Turcia, românești ხელმძღვანელობს მისი აღმატებული პროფესორი დოქტორი ზორმაზი და თამამად შემიძლია თქვა, რომ ეს არის მეტაბუშნიანი ვიზიტი და შეიძლება ითქვას ისტორიული ვიზიტის. მე დიდი სიხარული და სიყვარულით ვიხსენებ ჩემ ვიზიტს თურქეთში. მრავალ კეთილ შეხვედრებს და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება გაგრძელება ჩემი ვიზიტისა, იმ ძმური და მეგობრული ურთიერთობისა, რომელიც ჩამოყალიბდა ჩემი ვიზიტის დროს. მე აღმოვიწყდება ის გულთბილი და ის ნამდვილად ძმური შეხვედრები, რომელიც ჩვენ გვქონდა როგორც დედაქალაქში, ისე სხვა რეგიონებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი ეტაპი ჩვენი ურთიერთობისა და ამას ჩვენ ვანიჭებთ ძალიან დიდ მნიშვნელობას. უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა ჩვენ შორის ყველას არ მოსწონს, ზოგიერთს შეიძლება აღიზიანებს. მაგალითად ის რაც მოხდა ამ დღეებში, რომლის შესახებ ჩვენ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ, ასევე ის რაც მოხდა ჩემი ვიზიტის წინ, როცა დაანგრიეს ერთ-ერთი ქართული ეკლესია, ეს ყველაფერი მეტყველებს იმისათვის, რომ იყოს გაღიზიანებული ატმოსფერო და იყოს დაძაბული ურთიერთობა ჩვენ შორის. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ასეთ მოვლენებს, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ორი ქვეყნისათვის, ისე მთელი რეგიონისათვის. როგორც საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელმა დოქტორ მეჰმედ გიორმეზისთან საუბრისას ბრძანა, შიოლაშვილების ოჯახს მუსლიმებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მე ვარ აღზრდილი ისეთ ოჯახში, სადაც განსაკუთრებული პატივისცემა იყო მუსულმანების. ჩემ მშობლებს ჰყავდა მრავალი მეგობარი ჩრდილო კავკასიიდან. ეს ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ და რჩებოდნენ ჩვენ სახლში თითო კვირაზე უფრო მეტის. მე მახსენდება, როგორი სიყვარულით ხვდებოდნენ ჩემი მშობლები ამ მუსულმან მეგობრებს და ამზადებდნენ ყველაზე კარგ დიდ ოთახს, აფენდნენ ხალეჩებს, რათა იმ ოთახში შეესრულა თავისი რელიგიური ლოცვები მათ. ჩვენ მეორე ოთახში ვლოცულობდით ქრისტიანულად ჩვენი ხატების წინაშე. სხდებოდით ერთად სადელზე და ერთად მივირთმევდით სადელს.
იმდენად დიდი იყო ჩვენი პატივისცემა და სიყვარული ერთმანეთის, რომ როცა გავსწავლდა ხმა, რომ შეიძლება მუსულმანები ჩრდილო კავკასიიდან გაასახლონ შუა აზიაში, მამაჩემმა თავის მეგობრებს შესთავაზა, რომ ის იშვილებდა იმათ შვილებს, რომ დაეტოვებინა ჩვენს სახლში. იმათ მაინც წაიყვანეს თავისი შვილები და ინგუშეთის პრეზიდენტის საშუალებით, რუსლან აუშევის საშუალებით ჩვენ მოძებნით ერთმანეთი იმ სამომავლებმა მოძებნეთ და დღეს ჩვენ აღვადგინეთ ის ურთიერთობა, რომელიც არსებობდა ჩვენ მშობლებს შორის. შეხვედრაზე კათოლიკოს პატრიარქმა თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს ისტორიულ ძეგლებზე ისაუბრა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აღნიშნულ სამონასტრო კომპლექსებში ქართველი ბერების მოღვაწეობისა და ქართულად ღვთისმსახურების აღდგენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ქართულ ტაძრებს იურიდიული სტატუსი უნდა მიენიჭოთ. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა გაიხსენა ის შემთხვევები, როდესაც ქართულ ეკლესიებს სხვადასხვა ერის წარმომადგენლები ითვისებდნენ. ამიტომაც კათოლიკოს პატრიარქმა გამოთქვა სურვილი ტაძრებზე გაკეთდეს ისეთი წარწერები, რომლებზეც მკაფიოდ იქნება აღნიშნული, რომ ეს ძეგლები საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობაა. უნდა ითქვას, რომ ჩვენთან მრავალი სალოცავია მუსულმანური 300-ზე მეტი. და სამწუხაროდ არც ერთი სალოცავი არ არის მოქმედი ქართული, ამისი გამოსწორება საჭიროა. ასეთი ისტორიული ტაძრები, ქართული ტაძრები, რომელიც სიუბილეა, არდაშენი, ვაშკი, ხახული, იშხანი, ხანცდა, ოთხდა, ეს არის ისტორიული ცნობილი დიდი სამონასტრო ქართული ადამიანები, რომელიც მიდიან ამ ტაძრებში და ცნობენ. იქნებ იყოს საშუალება იმის, იქ იმოღვაწეონ ჩვენმა ბერებმა და აღდგეს ღვთაებმოქმედება ამ ტაძრებში. მრავალი ტურისტი ჩადის თურქეთში, ქართველი ადამიანები და ისინიც თხოვლებენ ლოცვას მშობლიურ ენაზე. ამასთან ერთად უნდა ითქვას, რომ არ არის იურიდიული სტატუსი ქართული ეკლესიისა თურქეთში. ყველას აქვს, ბერძნებს აქვს, სომხებსა, რუსებსა და ქართველებს არ აქვს. შეიძლება სხვა დარგებშიც ურთიერთობა გამტკიცდეს, მაგალითად რიზეს უნივერსიტეტს აქვს ესეთი დაძმობილებული ურთიერთობა თბილისის საპატრიარქოს უნივერსიტეტთან. შეიძლება სასულიერო სასწავლებლებთან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას შორის და თქვენ სასულიერო სასწავლებლებს შორის ჩამოყალიბდეს ასეთი კავშირები. ჩვენ შეხვედრის დროს ხონდა საუბარი იმის შესახებ, რომ ჩამოყალიბდეს
ასეთი კომისია 4 კაცის თურქეთში და საქართველოში. ჩვენ მივიღეთ შეტყობილება იმის შესახებ, რომ თურქეთში ჩამოყალიბებულია ეს 4 კაცის კომისია. ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბეთ საქართველოში და ამ კომისიებს შეუძლია უკვე დაესწრო მუშაობა. არის შემთხვევები, როცა ამ ისტორიულ ქართულ ტაძრებს ითვისებენ სხვა ერის წარმომადგენლები და ჩვენ მინდა გთხოვოთ, რომ ქართულად და თურქულად უნდა იყოს წარწერა ამ ტაძრებზე, რომ ეს ისტორიული ტაძრები არის ქართული ძეგლები. ჩვენ მადლობელი ვართ თურქეთის ხელისუფლებისა, რომ მიმდინარეობს ზოგიერთ ტაძარში სარესტავრაციო მუშაობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აუცილებელია ორმხრივი ყურადღება საქართველოს მხრიდან, ისე თურქეთის მხრიდან ეს უფრო კარგ შედეგებს მოგვცემს. არქეოლოგიური გათხრები ასევე კარგ შედეგებს მოგვცემს და ბევრ საკითხებს გადაწყვეტს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ შორის ჩამოყალიბდა ნამდვილად ძმური და მეგობრული ურთიერთობა და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი აღერთებულების, რომ ასეთი წარმომადგენლებითი დელეგაცია ჩამოვიდა ჩვენთან და ვფიქრობ, რომ ამას ეხება ძალიან კარგი შედეგები. თავის მხრივ თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარემ საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. დოქტორ მეჰმედ გიორმეზიმ საქართველოსა და თურქეთის ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით ორ ქვეყანას შორის კავშირი მეგობრობასა და ძმობაზეა აგებული, რაც მთელი კავკასიის მასშტაბით სიმშვიდის დასადგურებას შეუწყობს ხელს. მინდა მივესალმო მთელ საქართველოს და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ გულთბილი დახვედრისთვის. მე მინდა აღნიშნო, რომ თქვენი თურქეთში და ჩემი საქართველოში ვიზიტი მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს. გარდა სახელმწიფოებრივი კავშირისა, აუცილებელია რელიგიათა შორის უწყებებსა და ერებს შორის მჭიდრო კონტაქტი. რელიგია და აღმსარებლობა არის ის თემა, რომელიც საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიურია. თურქეთსა და საქართველოს ისტორიის მანძილზე ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდათ. სწორედ ამის მკაფიო მაგალითია ის, რომ დღეს თურქეთში ქართველები, ხოლო საქართველოში თურქები ცხოვრობენ.